ავიღე ჩემ თავზე ეს და მოუწოდე ხალხს. მაპატიეთ თუ რაღაც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ სხვა გზას მე პირადად ვერ ვხედავ. ჩვენ კიდე 8 აპრილამდე უნდა როგორმე დაველოდოთ თუ რა მოხდება, როგორ გამოიღვიძებენ პოლიტიკური პარტიები. შეიძლება რაღაცა მოყვეს, იმიტომ დღეს იმდენად არათმის თქმელი იყო ეს ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა, რომ ალბათ პოლიტიკური პარტიები მოვლენ ცოტიაზე, მაგრამ თუ ისინი ვერ გაერთიანდნენ და რაღაცა მოხდა 8 აპრილს მე მაქვს ესე წინადადება, რომ ჩვენ დავიღოთ ხელისუფლება ჩვენ ხელში, ძალაუფლება ჩვენ და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ყველა, ვინც კი რუსთაველზე ვიყავით დღეს. და ამიტომაც შევიკრიბოთ 8 აპრილს და აღარ დავიშალოთ მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. ჩვენ გვაქვს მარტო ეს გზა. სხვა გზა არ აქვს. ჩვენ იარაღს ვერ ავიღებთ ხელში და ვერ ვიომებთ. ჩვენ არ აქვს სხვა გზა. ჩვენმა აქციებმა, რაც კი მოხდა უკვე 124, ხვალ იქნება 125 დღე. ჩვენმა აქციებმა თავის შედეგი გამოიღო ისეთ, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არავინ არ აღიარებს ამ მიტაცებულ ხელისუფლებას, რომელსაც ქვია ქართული ოცნება. ეს არის სცენარიან პუჩისტები, თუ რა ვიცი, როგორც გინდათ ის დაარქვით, მავნებლები ესენი, რომლებიც ავნებენ მარტო ამ ქვეყანას. ამიტომაც მე ვიღებ ჩემ თავზე ამ პასუხისმგებლობას და მოგიწოდებ თქვენ, რომ ვისაც გჯერათ იმისი, რასაც მე ვლაპარაკობ, 8-ში შევიკრიბოთ საღამოს და უკვე აღარ დავიშალოთ. და რასთავარია უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გულანთებული ხალხი დღეს იყო 100-150,000 ადამიანი. ძალიან ბევრი გამოჩნდება ამის მომხრე, რომ დავიცოთ ჩვენი ქვეყანა. თორე ჩვენ ქვეყანას ხელიდან ყარგავენ, გვაცლიან. მეგობრებო, 8 აპრილს საღამოს საათზე აქ 9 აპრილის მემორიალთან ვიკრიბებით და ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომელმაც თავი გასცილეს საქართველოს მომავლისთვის. იმ მომავლისთვის, რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ელის და ჩვენ დავდეთ თვით, რომ ამ მომავალს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. დილის 4 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც მოხდა როდიონოვის ჯალათების შემოჭრა და დაჩეხე ჩვენი თანამემამულენი, ჩვენ სამთლით ხელში ვილოცებთ მათთვის და სასულიერო პირით ჩაატარებს პანაშვიდს. ასე რომ 8 აპრილს საღამოს 10 საათზე ვიკრიბებით აქ, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვართ უმეტესობა, ჩვენია საქართველო, ჩვენ გავიმარჯვებთ.